ღმერთმა და სამხარო რაგულით რაგზნობით სამხარ მიყვარხარ ჩემო თუ გიჩემე ერთი ხარ არავის გავხარ მე ვიცი და ქვეყნა და არავინ ამ გრძნობის ტანჯვა და დიდება მიყვარხარ დილამზეა თუ ბინდდება მოგესალმებით დღეს ვართ ბატონ გელა ბარკალაიასთან სტუმრად და დღეს უნდა გავიგოთ თუ როგორია ერთი დღე ბატონ გელა ბარკალაიასთან სახლში ლვოვის ქუჩაზე საბურთალოს შუაგულში წავიდეთ მადლობა წავიდეთ დავილაპარაკოთ დაბა როგორ არის რა არის ძალი უნდა მოინახულოს საერთოდ მოგესალმებით როქს მოგესალმებით დათო მაგარი იდეა ხო დღეს ჩვენ ძირითადად გვიცნობენ საქმეში და მათემატიკით და ვნახოთ როგორი არის ერთი დღე თქვენთან სტუმრად მოდი ნატო ოჯახურ გარემოში მოდი აბრძანდით სადაც მოგიხერხდებათ დათო როგორც ყოველთვის ჩვენი ოჯახის წევრია სენაკელი კაცია ჩემი მეგობრი შვილია და ასე შემდეგ და მთელი ქვეყანა იცნობს მე ბატონო გელა ხელსარიელი არ მოვსულ ვარ მოვიტანე ძალიან კარგი შეკითხვები იმისათვის რომ კიდევ უფრო დეტალურად გავიგოთ თქვენი ოჯახის იდილის შესახებ კი ბატონო დღეს რადგან თქვენს დაძმასთან ერთად ხართ წარმოდგენილი მე მინდა რომ დაგისვათ ისეთი შეკითხვები რაც დაძმობას შეეხება კი ბატონო პირველი რასაც გითხავთ მარტივ შეკითხვას დაგისვავთ რომელზეც პასუხი არ არის მარტივი როგორია თქვენი დაძმობა მადლობა როგორ არის ჩვენი დაძმობა მინდა იყოს საქართველოში მაგალითი უყურეთ თქვენც მე სხვებს ესმის რომ რაღაცა სახლი პატარა ძველებური წინაპრების დატოვებული იყოფენ ვერ იყოფენ და მე ეს განარჩევი მაქვს ათასობით ციხეშიც ქუჩაშიც ყველგან ოღონდ ვიწრო წრეში ხო იცი როგორც ხდება უყურე როგორ არის იცით დაძმაზე ამ ქვეყანაზე ვისაც სინდისი გააჩნია ნამუსი გააჩნია დაძმაზე უკეთესი არაფერი არ უნდა იყოს და არ არის აი უყურეთ ახლა დათო არის ჩემზე 3-4 წლით უფროსი 4 წლით უფროსი აი ნატო არის 2 წლით ჩემზე უფროსი ჩვენ წარმოიდგინე ჩვენ რა გზები გავიარეთ ხო ჩვენ ძალიან დიდი გზები გავიარეთ და რატო ვამბობ და რატო ვეუბნები მთელ საქართველოს რომ ჩვენ მაგალითი გვინდა ვიყოთ დადაძმობის არასდროს დღემდე ჩვენ ისე მოვედით ორივე აგერ არის მე უმცროსი ვარ ყველაზე ჩვენ ისე მოვედით დღემდე რომ ბიჭო ან გოგო ჩვენ არასდროს ერთმანეთისთვის არ გვიკადრებია ჩვენ შორის სახლი კარი ეს არაფერი არასდროს არ ყოფილა გაყოფილი ჩვენ როცა უკვე თბილისში გადმოვედით პირველი რაც გავაკეთეთ ეს იყო ყველა ერთად ერთმანეთს დავეხმარეთ ნატოს დავეხმარეთ სახლის ყიდვაში მე დათოს დავეხმარეთ სახლის ყიდვაში და მე ყველაზე ბოლოს მე ავაშენე ეს სახლი 2008 წელს ავაშენე ეს სახლი ცხოვრობდი ჩვეულებრივ სახლში ჩვენ წარმოიდგინე სენაკიდან არის 5 კილომეტრში ესეთი არის ადგილი ბეთლემი არის ბერების ქვეყანა საქართველოში ყველაზე კარგი ადგილი ხო და თქვენ აჩვენებთ ალბათ ჩვენ როგორ სახლში დავიბადეთ სამივე ერთ ოთახიან ხის სახლში ნახევრად იატაკი კი არ იყო ნახევრად იყო მიწა მე იყო იატაკი და იქ დავიბადეთ სამივე მაგრამ უყურე როგორ იყო დედაჩემს არ ყავდა დაძმა არც მამაჩემს არ ყავდა დაძმა ეს იყო ჩვენთვის ძალიან ცუდად გასახსენებელია ბატონო გელა ახლა დარწმუნებული ვარ როგორ გინდათ თქვენ რომ ამ ყველაფერს ხედავდეს თქვენი დედა რა თქმა უნდა მოდიხართ და ახლა დედაჩემს ჩვენი წარმატება რა თუ არაფერი არ ვნახე ჩვენ კაცი იტყვის რომ აი რას ინატრებდიო ხო ჩვენ ვინატრებდით სამივე რომ
ერთი წუთით მაინც ანახა ჩვენ როგორი დაძმობა გვაქვს დღემდე. ასეთი დაძმობა არ არსებობს. ჩვენ როგორ ჩვენ მართლა მაგალითი ვართ. იცის ეს ჩვენმა მეგობრებმა, ოჯახმა, ეს იცის ჩვენმა ნათესავებმა, ჩვენმა გვარმა, რომ ჩვენ ესეთები ვართ. ჩვენ არავინ პატრონი არ ყოლია. მამაჩემი მაგარი მშრომელი კაცი იყო. მაგარი მანქანაზე იჯდა, სოფელში ერთი მანქანა დადიოდა და ის იმაზეც მამაჩემი იჯდა. და არავინ არ ყავდა. ჩვენ ყავდა ერთი ადამიანი, აი აგერ არის, აი ჩვენი მერაბი ობოლი გაზარდა და აი ამ ქალმა გააკეთა ყველაფერი ჩვენ რო ესე ვართ. ბებიაჩემმა ყველაფერი გააკეთა რომ ჩვენ გვესწავლა, ესეთი ურთიერთობა გქონოდა და გვეშრომა. არც ჩემი და, არც ჩემი ძმა, არასდროს ჩვენ ესე არ დამჯდარვარ და სხვაზე არ შეგვიხედია. ჩვენ ყოველთვის დედაჩემის გვერდზე ვიდექით, მაგრამ ეს ყველაფერი არის ბებიაჩემის დამსახურება და ჯერ ბებიაჩემი გარდაიცვალა სენაკში, მერე გარდაიცვალა დედაჩემი. ამის შემდეგ ჩვენ უფრო ერთად დავდექით და ჩვენ რაც გავაკეთეთ ეს ისტორია, წიგნები დაიწერება ჩვენს დაძმობაზე. არ არსებობს ნატოს რამე აკლდეს, ან დათოს აკლდეს, ან პირიქით მე მაკლდეს და ამათ ეძინოს. მე გეტყვით, რომ თუ ადამიანს ვინმეს ექნება იმედი ვინმესი, ეს პირველი არის და მინდა ყველა ქართველ მამაკაცს უთხრა, რომ რაღაცა მატერიალურის გამო და არასდროს არ უნდა დაკარგო. ეს არაკაცურია, არავაშკაცურია. უყურეთ როგორ არის. არავინ არ გამოცდილება, ვის აქვს ისეთი გამოცდილება მე რომ აქვს. არავის დღეს ჯერ საქართველოში ადამიანი არ დაბადებულა, ის გამოცდილება ქონდეს, რაც მე მაქვს გამოცდილება. წარმოიდგინეთ თქვენ, რომ რატო ვამბობ მე მაგალითი უნდა ვიყოთ. მაგალითი იმიტომ უნდა ვიყოთ, რომ ყველა მამაკაცმა უნდა იცოდეს, რომ დაზე უკეთესი არავინ არაა ამ ქვეყანაზე. და არავინ არ იცის ვის როდის რა შეემთხვევა. დამიჭირეს და 6 წელი მომცეს. და თუ ვინმეს იმედი მქონდა და რეალურადაც ცხოვრებაში ესე მოხდა, აი ეს იყო ჩემი და ეს იყო ჩემი ძმა. ჩემ დას ერთი დღეც არ დაუძინია და არ ჩემ ძმას. თუ რამე საშუალება ქონდა თუ არ ქონდა, ყველაფერს მიგზავნიდა ციხეში. ეს კიდე იქ იდგა ყოველ დღე ციხის კარებთან. აი ესა დაძმობა. ძალიან კარგი სიტყვა იყო ბატონო გელა და მე ზუსტად თქვენი სიტყვიდან გამომდინარე მინდა ბატონ დავითს ვკითხო ასეთი რამ. როგორ ფიქრობთ ბატონო დავით, რა არის თქვენი ძმობის ყველაზე დიდი ძალა? მივერად მოგესალმებით. ჩვენი ძმობის ძალა არის მდგომარეობის მაშინ, რომ ჩვენ შორის არსებობს ძალიან დიდი დედაზმური სიყვარული. ბავშვობის ასაკიდან, რომელიც ჩვენ ჩაგვინერგა დედა, მოდის დღემდე. შემდეგი შეკითხვა ბატონო დავით. თვლით თუ არა რომ თქვენი დაძმისთვის საიმედო ადამიანი ხართ და თუ თვლით ასე რატომ? მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ერთმანეთის იმედად ვცხოვრობთ. განსაკუთრებით დიდი იმედი გვაქვს მაგ მე პირადად ჩემ და ჩემი ძმის. წარმატებული ბიზნესმენია, თუ რაღაცა დაგჭირდება, თუ რაღაცა პრობლემები იქნება ცხოვრების მანძილზე გვიდგას გვერდით. არაფერს არ გვეშინია, როცა გელა კარგად არის. ჩვენს გვერდით არის. მე მინდა წარმატებები მისურვო და კარგად. შემდეგი შეკითხვა მესამე და ამით თქვენთან ბატონო დავით დავასრულებთ. როგორია გელა ბარკალაია კამერების მიღმა? ოჯახში საყვარელ საიმედო ადამიანებთან ერთად რამდენად ხშირად ხდება ეს? იგი ჩემი ძმა კამერების მიღმა არის ძალიან სადა. ზოგიერთი რო არის ისე არ არის. ყველასთან ურთიერთობს. მთელი სენაკი ჩამოდის აქ, გელასთან მოდის ყველა. წელს სანათესაოს უყვარს. ბატონი გელა ყოველთვის იმას ცდილობს, რომ ვის როგორ ასიამოვნოს და როგორ დაეხმაროს. ღმერთმა წარმატება მისცეს ჩემს ძმას. ძალიან კარგი დახასიათება იყო. ძალიან გულწრფელი და ძალიან კარგი მოსასმენია ეს ყველაფერი. ბატონო ნატო, თქვენთან გადმოვალ. თითოეულა შეკითხვით. პირველ რიგში, როგორ დაახასიათებდით თქვენს ძმებთან ურთიერთობას? ჩემ ძმებთან ურთიერთობა ძალიან დადებითად დავახასიათებდი, იმიტომ რომ არიან ძალიან საყვარლები, თბილები და კარგები. ჩემს მიმართ საამაყო. და რა ვიცი, იმედი პირველი და საამაყო ძმებია ჩემი. მე ამათ იმედით ვცხოვრობ და ვცდილობ, რომ ამათ თვილი მეც გავახარო. ძალიან კარგი.
შემდეგ შეკითხვას მე გაგისვა. ბოდიშს გიხდიდა თქო შეგეჭრები უყურე როგორ არის ბები ახო გარდაიცვალა მე დედა გარდაიცვალა მე მამა გარდაიცვალა და დავჭი სამივე ახალგაზრდები ძალიან და ჩვენთვის ჩემი და დათო რასაც ჩემი და იტყვის ისე ყველაფერი არ არსებობს რომ ჩემმა დამ თქვას ზოგჯერ ბავშვებს გაუბრაზდებით ან ისე გვინდა ან ასე გვინდა ეგრევე 5 წუთი აქ ამოსული და არა ესე უნდა გაკეთდეს და ორივე ჩვენ მე და ჩემი ძმა ეს როგორ და კი არ არის ჩვენი ეს როგორ ჩვენი დედა ისეთია ანალოგია როგორც დედა ჩემი იყო უკეთილშობილესი ადამიანი დედა ჩემი ისეთია ეს რაც დედა ჩემი ანალოგია თუ რამე აქ ამას რაღაცა თუ აქ არ არსებობს ეს რომ ჩვენს ნათესაობას იქ მიდის აქ მოდის იქ აჩუქებს იქ გააკეთებს რაღაცას მოეფერება ეს რო უყვართ ისე ჩვენ ორივე ერთად არ უყვარვართ აი ეს უყვარს ყველას დიდ და პატარას იმიტომ რომ ასლია იგი დედა ჩემის ახლა შენ წარმოიდგინე ერთი დღე რომ ესენი ცოცხალი იყოს და ანახა ჩვენ პირველ რიგში მე არ ვამბობ მატერიალურს მე ვამბობ ადამიანურს ჩვენ როგორ ცხოვრობთ ის ანახა ამათ მარტო მეტი არაფერი არ მინდა როგორც ამათ ზუსტად ისე ვაგრძელებთ ხოლმე ზუსტად ისე ვაგრძელებთ ძალიან კარგია და ნამდვილად სამაგალითოა. მეორე შეკითხვასაც დაგისვათ ხალბატონო ნატო, როგორ ფიქრობთ, რა როლი ითამაშა დედამ, რადგან დედაზე არის საუბარი, დედამ იმაში რომ დღეს ასეთი დაძმები ხართ თქვენ? დედამ ძალიან დიდი როლი ითამაშა ჩვენ დაძმობაში, რომ ასე ყოფილ ვიყავით. რაც ვიყავით დედის ხელში სამივე დადაძმა, ისა ვართ დღემდე. არანაირი სხვაობა და არანაირი სხვანაირი გადახრები არ გქონია ერთმანეთში. რაც ვიყავით ბავშვობაში, დღემდე მოვდივართ ისე სამივე. არ ყოფილა შენი, ჩემი, მასის ხე, გასის ხე, არასოდეს. ეს არ უყვარს ჩემს ძმას განსაკუთრებით გელას. ძალიან რო ეს მასის ხე და მომეცი და მოგცე, მაგრამ გელასთვის გამოყრელია ძმისშვილი, დისშვილი და თავიშვილები. მე არ მახსოვს ბავშვობაში ჩემ ძმას თავიშვილები სადმე გაეშვას და ესვენებიოს ჩვენი შვილები რო არ ყოფილიყო ისე. გამორიცხულია. არ ყოფილა შემთხვევა დღემდე ჩვენი შვილები ცალ-ცალკე რო იყოს და როგორც ჩვენ ვაგრძელებთ და არასოდეს არ ყოფილა ის შემთხვევა რომ ჩვენ ერთმანეთისგან წყენა გქონებოდეს. არ მახსოვს არასოდეს არც დათოსგან და არც გელასგან მე ერთი სიტყვა მწყენოდეს. არა, ჩვენთვის ერთმანეთთან ლაპარაკი და რაღაცა ჩუმა ძალიან ყველაფერი გასაგებია. მე მგონი დღემდე ჩვენი შვილებიც ასე მოდიან როგორც ჩვენ სამივე დადაძმები. ბიძაშვილი, მამიდაშვილები არიან შეთანხმებული ისე რომ თუ რამე ჭირდებათ მშობლებზე და ჩვენზე ადრე ერთმანეთს უთანხმებენ და ერთმანეთს უდგანან გვერდით. როგორც დაიწყო გელა. დღემდე მიდის ასე ჩვენი ურთიერთობა. ჩემი სიამაყე და ჩემი ქონება არის ჩემი ეს ორი ძმა. მე ამათი კარგით ცხოვრობ და ვსულთგმულობ. ღმერთმა ყოველთვის მithქვია და ვიტყვი, სანამ ვარ, ღმერთმა სულ ესენი კარგად მანახოს. მეტი არაფერი არ მინდა. ძალიან კარგია. ხალბატონმა ნატომ ამომწურავად უპასუხა ჩვენს ყველა შეკითხვას, მესამე შეკითხვაზეც პასუხიც უკვე წინასწარ გამეცით ხალბატონო ნატო, მაგრამ მაინც ვიტყვი. თქვენი აზრით ვინ არის ის ერთი ადამიანი, რომელიც ყველაზე მეტად აერთიანებს თქვენს ოჯახს? ჩვენს ოჯახს ყველაზე წინ თავიდან აერთიანებდა დედა, რომელიც გაგზავნა დედამ, როგორ იცით, როგორ გითხრათ, ძალიან მკაცრად, თბილად და საყვარლად. რაც დათესა დედამ, დღეს ის ჩვენთან მოიმკო. თვითონ არ ხედავს ძალიან საწყენია, მაგრამ ჩვენ ვხედავთ და ჩვენი შვილები დედა ჩემის ამაქვს. ძალიან კარგი. ბატონო გელა, ისევ დაგიბრუნდებით. გეტყვით. და ასეთი რამე მაინტერესებს. ბავშვობიდან დღემდე, რა არის ის, რაც არასდროს შეცვლა თქვენსა და თქვენი დაძმების ურთიერთობაში? არასდროს, სანამ ჩვენ ცოცხლები ვართ, არაფერი არ შეიძლება. მე მინდა რომ ყველა მამაკაცს უთხრა პირიქით, რომ დას უნდა უცეთ პატივი. პირველი ძმისთვის არის და მე რა რო არ გაქვს საშუალება, რა საშუალება გაქვს, იმით მოეპერე. და ყველაზე დიდი მოფერება ისა რომ გული არ ატკინო. შენი კარგი გული აჩვენე. ღმერთმა დაგვიფაროს ჩვენ მათეს
და მათია ჩემი მხრიდან ამის გამგზელებელი ხო? აქეთ დათა არის, ხატია არის, ჩემი ძმისშვილები, აქეთ ლიკა არის და ბევრი ვართ უკვე, ძალიან ბევრი ვარ და დარწმუნებული ვარ, დღემდე ამ მათ შორის არ რას დროს ჩვენს შვილებსა და შვილიშვილებს შორის აქ იკრიბება ყველა საგურამოში, მიკრიბება ყველა. არასდროს ამათ შორის მე არ გამიგია გოგო ამ ბიჭო. მინდა მითხარია ბასახლი. არავის არაფერს არ გაატანს. თავარია სიყვარული და გეტყვით და მთელ საქართველოს ვეტყვი რა არის სიყვარული და ამაზე პასუხი ვერავინ ვერ გასა და ატყვიან სიყვარული ესეთია სიყვარული რეალური სიყვარული რომელიც არაფერში არ გაიცვლება ეს არის ჩვენი სიყვარული და ესეთი სიყვარული მე მინდა ყველას ჩვენს ქვეყანაში დაულოცო და ძმა და დობა და ძმობა ამაზე უკეთესი სიმდიდრე და სიყვარული არ არსებობს რა არის სიყვარული აი ეს არის სიყვარული ჩვენ ამას დღეს ხმამაღლად რო ვამბობ თუ ჩვენ რამე ერთმანეთში პრობლემა გქონოდა აქ არ დავждებოდით ღმერთმა დაგვიფაროს ამ ორი ადამიანის გაზრდილები ვარ ჩვენ მეტი პატრონი არავინ არ ყავდა და მამა მეტი არავინ ჩვენ პატრონი არ ყავდა ხო აი ესენი შვიდად არიან იმიტომ რომ ჩვენ ამას ხმამაღლა ვამბობთ ჩვენ მაგალითი მინდა ვიყოთ სხვებისთვისაც რომ დადაძმობაზე უკეთესი ამ ქვეყანაზე არაფერი არ არის ყველაფერი წამსვლელი რადგინდა სახლი რა არის სახლი ან მანქანა ან რამე არა სიყვარულია ყველაზე მაგარი აქ ახლა წარმოიდგინეთ ჩვენ სამნი ვიყავით ხო და ახლა 30 არიან და ესენი რომ შეიკრიბებიან აი ამათი ყურება არის სიყვარული ამაზე უკეთესი არაფერი არ არის ხვალ 60 იქნებიან 100 იქნებიან ხო მაგრამ ჩვენ ეს ყველაფერი ჩვენ შევქმნით სიყვარული ჩვენ ვასწავლეთ ჩვენს შვილებსა და შვილიშვილებს აი ეს დღევანდელი დღეც მაგალითი იქნება ჩვენი შვილებისთვის და შვილიშვილებისთვის ვინ იცის იქ რამე არსებობს თუ არ არსებობს მაგრამ მე ვამბობ რომ მერთმა დაგვიფაროს ქართველი კაცი ამბობდეს იმას რომ იქ არაფერი არ არსებობს ამ ქვეყანაზე ყველაფერი არსებობს და ამიტომაც ესენი მშვიდად არიან იქ რომ ჩვენ ესე ვართ ჩვენ არასდროს არ შევიცვლებით ჩვენ გჭირვა მხოლოდ და მხოლოდ ეს ჩვენ მე ხო ვიცი ახლა ჩემი დას მე რო ვიცნობ ისე ვინ იცნობს ამ ჩემ ძმას ხო ჩვენ ბედნიერები არასდროს არ ვიქნებით იმიტომ რომ ჩვენთვის ესენი არიან ჩვენთვის ჩვენ ვიტანჯებით ყველაფერს თავი რო დავანებოთ ჩვენი არაფერი არ იციან და ჩვენი არაფერი არ უნახიათ ჩვენი წარმატება მათ არაფერი არ უნახიათ და ჩვენ არც ესეთი ნაბიჯი არ გადაგვიდგია ისეთი რომ ჩვენ ვინმე დედაზე შეგვაგინოს ნატოს არასდროს ერთი თეთრი არავისი ვალი არ ქონია და არც ექნება სანამ ჩვენ ცოცხლები ვართ და ამის კარებთან ვერავინ ვერ მოვა რომ ან ისე ან ას გამორიცხულია მაგი ან ჩემ ძმასთან გამორიცხულია მაგი ვინმე მოვიდეს და უთხრას რომ შენ მე მომატყუე ან მომეცი ან მოგეცი ესეთი მაიმუნობა ჩვენში არ არის გელა ბარკალაია ახლა ისეა თუ ასეა ამოდენა საქმეები მაქვს ხო ნახევარ მსოფლიოს ვიცნობ ხო და თქვენ იცით ახლა ჩემი კრუგი ჩემი სანათესაო ჩემი მეგობრები ჩემი პარტნიორები ხო იცით აი დათო შენ და მერაბი როგორც ჩემი შვილები ისე ხართ კომპანიაში როგორც სხვა გოგო ბიჭები ხო მე თქვენს უმისოდ ხო ხედავ არ სადარ დავდივარ თქვენ ერთი ვინმე გინახიათ მოსული რომ გელაბარკელაია მომატყუაო ვერ ნახავთ ან შემპირდა ან არ გამიკეთა ან რამე თქვენ ხო ხედავთ რომ ჩემი შემოსავლის ძალიან დიდი ნაწილი ზუსტად მიდის ქველმოქმედებაში და მას მთელი საქართველო ხედავთ მე ამას არავინ არ მაძლევს არა ეს არის ჩემი ქველმოქმედება ჩემი ძმის სახელით ჩემი დის სახელით და აი ამათ რო გაუხარდეს ის რაც ჩვენ დაგვიბარეს ყველაფერს ვაკეთებთ იმას რაც ამათ გაუხარდება ბატონო გელა ძალიან კარგი სიტყვა იყო და ახლა მე მინდა ცოტა ინტრიგნული შეკითხვა დაგისვა. შე ბატონო. ცოტა ეს ვიცი რა თქმა უნდა. ცოტა გავართულოთ შეკითხვა. კი დღეს მოგვიწია ისეთ თემაზე საუბარი რომ პირველად დავჯექით ჩვენ ამას საკში ვართ და
პირველად მოგვიწია ჩვენ დაждდომა და ამაზე საუბარი და რატომაც არა ხო? ჩვენ არ ვართ გაბლატავებულები, საბლატაო გვაქვს. პრობლემა კი არ არის, მაგრამ არასდროს ჩვენ არ გვიბლატავია. ჩვენ ვართ ჩვენს დონეზე წყნარად ვართ და ამბიციურები არა ვართ. ჩვენ ვართ იქ, სადაც უნდა ვიყოთ და როგორიც უნდა ვიყოთ. ძალიან კარგი. ასეთი შეკითხვა. თუ არჩევნის გაკეთება მოგიწევდათ, საკუთარ წარმატებას დათმობდით თქვენი დაძმების გამო? უყურე, ეს მართლა ესე უსერიოზულესი შეკითხვაა. მე ესე გეტყვი, რომ ჩემი გულისთვის უყურე ერთს გეტყვით, კაცურად გეტყვით და ეს თელმა საქართველოს უნდა იცოდეს. ციხეში რო ვიყავი, ბევრი გაუგებრობები მოხდა და საპროცესო უნდა გაგიკეთოთო და თქვა საპროცესო უნდა გაგიკეთოთო. ჩემი დიშვილი ლიკა ადგა თავისი საკუთარი სახლი, ნატოს სახლი, ჩემი ძმის, ჩემი ყველაფერი ბანკში წაუღიათ. ოღონდ მე გამოვსულიყავით ციხიდან. და ყველაფერს ერთ დღეში გაყიდნენ, რომ ოღონდ მე გამოვსულიყავით. როგორია? ყველაფერი საფუძვი ესე იკავა. ლიკას ოღონდ ბუძი გამოვიდეს და ჩვენ ყველაფერი დავთმობთ. ჩვენ როგორ ფიქრობ ახლა? ეს ყველაფერი არის ჩემი შექმნილი, ხო? ერთი წამიც არ ვიფიქრებ. ერთი წუთი წამი არ ვიფიქრებ. ყველაფერი რაც გამაჩნია იმას სამივე დავთმობთ სამივესთვის. მარტო მე კი არა. ჩვენ ეს უკვე გავიარეთ. და ეს უკვე როგორ არის? ზოგიერთი ამბობს და რაფრის მაკნისები არიან, ესე არა. ჩვენ ეს ბევრჯერ გადაგვხვდა უკვე. ახლა მე ვარ სოფლიო გამოფენის წევრი ბიზნესმენი ვარ და ნახევარი სოფლიო ახლა არ ვტრაბახობ, მიცნობს ხო? მიცნობს და ყველა მიცნობს ისეც როგორიც ვარ. მე ვარ ადამიანი, რომელიც ტყუილი არ მიყვარს, ღალატი არ მიყვარს. თან ვერძები ხო იცი როგორები არიან. ვერძები არიან ესეთები, რომ ფეხს დაგიბანენ, მაგრამ ის ესეთი ხო იცი, მაიმუნურს ეგრევე მოვიშორებთ, ვინც არ უნდა იყოს. ჩემი ხასიათი ორივემ ძალიან კარგად იცის. შვილებმაც იციან და შვილიშვილებმაც და ძალმაც და ყველამ იცის, რომ ის მაიმუნი ყველგან ყოველთვის მაიმუნი იქნება. ხო ხედავ ჩვენ როგორი ურთიერთობა გვაქვს სამსახურში. ბათუმი აიღე, ქუთაისი აიღე, ყველგან ერთად ვარ დღე და ღამე. მე ჩემს ძმისშვილებთან, დისშვილებთან აი ესენი როცა სამგრამოში მოგროვდებიან, მე ვთამადობ და მე ამაყება და ძალიან მალე ერთ მაგარ გადაცემასაც გავაკეთებთ. 3 ვიყავით და 30 გავხდით. ახლა 30-დან 60 ხო უნდა გავხდეთ. მე 90 ხო იქნება. და ესეა, უნდა გამრავდეთ, რა წინ უნდა წავიდეთ. და ამ ყველაფრის ფონზე ერთი ამ კითხვაზეც გაიცა უკვე პასუხი, მაგრამ მაინც მინდა რომ შევაჯამოთ და ამით დავასრულოთ. ბატონო გელა, თვლით რომ დაძმობის მაგალითი ხართ თქვენი ოჯახი და როგორც საკუთარი შვილებისთვის, ისე გარშემო მყოფებისთვის აძლევთ მაგალითს. ამ შეკითხვაზე მინდა მიპასუხოთ და მე დავასრულე. დათო, შენ როგორ ფიქრობ, წარმოიდგინე ახლა რამდენი 1000 ადამიანს ვიცნობ, ხო? და ძალიან ბევრი მქონია შემთხვევა, რომ რაღაცაზე სულ კამათობდნენ, ხო და ძალიან ბევრზე მithქვია, რომ მიმიფურტყებია ქონებისთვის. და მაგალითი მინდა ვიყოთ ჩვენ სამივე დადაძმობის და ყველა ძმას მინდა ვთხოვო, რომ დაზე უკეთესი არაფერი არ იქნება. მე ეს გამოვიარე, როცა უკვე იქ ვიყავი, ხო, აი მაშინ უკვე დავრწმუნდი, რომ უკეთესი არ ყოფილა. კიდე გავიმეორებ. შვილი მერე გაშკა. არც ცოლია პირველი და არც შვილი. პირველი არის შენი და შენი ძმა. როცა ჩვენ კარგად ვიქნებით, დანარჩენი მე ყველა კარგად იქნებიან. მე ამათ წინაშე, ამ ორი ადამიანის წინაშე არავის არასდროს არ დავაყენებ, სანამ მე ცოცხალი ვიქნები. და მინდა რომ თელმა საქართველოს გაიგოს, რომ ეს ესეა. მატერიალურს არ უნდა მიაქციო ყურადღება. როცა შენ დას ეტყვი, ჩემი იყო, მამამ დამიტოვა, ბაბუამ, უფროს დაუტოვა, უმცროს დაუტოვა, ეს ჩვენთვის არასდროს არ ყოფილა. და არასდროს არ იქნება ღმერთმა დაგვიპაროს. ჩვენ სენაკში სამივეს გვაქვს სახლი. და პირიქით ვეხვეწებით ხალხს, რომ ვინმე მოვიდეს, მივიდეს, იცხოვროს და ესე ვართ რა. საფლავზე რომ მივდივართ, სახლშიც მივდივართ, ჩვენ სახლში. ის არასდროს არ გაიყიდება ჩვენი სახლი. დანარჩენი მე ჩვენმა შვილებმა იციან როგორ გააკეთო. დათო ცოტა ავამტყოფობს. კორონავირუსის დროს რაღაცა ცოტა ცუდად იყო და რომ გამოვედი იმის შემდეგ უფრო კარგად არის. კი, უფრო კარგად არის, იმიტომ რომ
სულ ჩემთან არის, სულ ნატოსთან არის, სულ ერთად ვართ და იმედით ვართ და ახლა ცოტა უკეთესად არის და მერც მინდა ვთხოვო რომ იყოს ისე როგორიც იყო. მაგი ჩვენ როცა მე და ნატო უფრო პატარები ვართ და დათოს ყოველთვის ვეკითხებოდით ჭკუას და რა თქმა უნდა ჩვენ ერთმანეთისთვის არასდროს არა შენ არასწორი ხარო არასდროს არ გვითქვი. და ესე მოვედი დღემდე. დიდი მადლობა მინდა ჩემ დას გადავხადო რომ მისით მე 100% კმაყოფილი ვარ და მისით კმაყოფილია ყველა ჩვენი ნათესავები და ჩემი გვარი, იმიტომ რომ კიდე გეუბნები რომ სადმე რომ მივდივარ, ნატო როგორ არისო ყველა მეუბნება. ამის მოფერება სხვა არის და ჩვენ მაინც მამაკაცები ვარ და კი მოვდივართ ესე და ყოველ დღე ჩვენ ჩათვალე რომ ერთად ვართ, სამივე თბილისში ცხოვრობ და ვართ რა, ვარ ჩვენთვის და ვართ წყნარად. მეც ერთი სიტყვით დათო შემოვიერთდები გელას ლაპარაკს რომ ჩემი სიამაყე ჩემი ძმებია. რამხელა რთული გზები გაიარა, ძალიან დიდი რთული გზა გაიარა, არ გვეგონა რომ შევეგუებოდი და თურმე კაცი ადამიანი ყველაფერს ეგუება ამ გზას, მაგრამ რომ მაინც გამოვიდა, იმდენი იბრძოლა, მაინც დღემდე ჩვენზე ფიქრობს. მარტო მისთვის და ოჯახისთვის კი არა, ჩვენზე ფიქრობს, ეს ყველაფერი დედაჩემის დამსახურება, მაგამ და ჩაგვინერგა და მაგამ გვასწავლა ერთმანეთთან ურთიერთობა და მე დიდი მადლობელი ვარ ჩემი ძმის, იმედად მინდა 100 წელი მყავდეს, ორივე ძმები თავიანთი ოჯახებით ძალიან მეამაყება ისეთი ძლები მყავს, მინდა ვთქვა ერთი სიტყვით. ამას ვერ ვიტყვი ისე რომ არ თქვა. ძალიან კაი ძლები მყავს ძმების ცოლები და რატო ხარ იქით კაცო, მოდი. ეგ არის ჩემი პრინცესა. აგერ არის ერთი ძალი არის ჩვენი მაგალითი, მოდი. ეგ არის ჩვენი პრინცესა ძალიან. ახლა უყურე როგორ ძალიან არის. საყვარელი, თბილი, მიმღებიანი და რა ვიცი. ერთი სული ქონდა პრავას როდის აიღებდა. და ორჯერ წავიდა და თქვა რომ მესამეჯერ რო წავიდე სირცხვილი არ არისო. ოდა მესამეჯერ წავიდა და მესამეჯერ მართვის მოწმობა აიღო და გუშინ წინ და მოდი მიულოცოთ კიდევ ერთჯერ გილოცავთ. რა თქმა უნდა, კი, ნამდვილად დღეს მართვის მოწმობის აღება მოსალოცია, რა არის და მე რა მინდა უთხრა სალომეს. უყურე როგორ არის. მე მყავს ერთი ბიჭი თქვათ. კი ბატონო, შვილიშვილები, ყველა ჩემი შვილები არიან, რა თქმა უნდა, მაგრამ სალომეს მინდა უთხრა რომ და ეს მოდა ალბათ ჩვენი საუბარი რომ სალომე ხო იყო რომ დრო რო არაფერი არ მქონდა ჩვენ. ახლა თქვენ 100 კაცს ეყოფა იმდენი გაქვთ. ახლა ჩვენ გვინდა თქვენგან არაფერი სიტყვა. მეტი ჩვენ არაფერი არ გვინდა. ჭამეთ, ცვით, იგულავეთ, მიდექით, მოდექით, მაგრამ ეტაპობრივად საქმეში უნდა ჩაერთოთ და ჩვენც აი ამ სიბერეში გვინდა რომ გული გავიხაროთ თქვენით. და საგურამო იქნება ალბათ ამ დღეებში მინდა გავაკეთო გადაცემა შვილიშვილების ყველა მოვიწვიო და საგურამოში ეს იცი შენ და ყველა მიცის და შენ გავალებ ამას რომ შენ უნდა იყო ამის ორგანიზატორი რომ ეს ბავშვები როგორც ახლა აკეთებ ყოველ საღამოს რო აკყავს ესე შენი ძმები არიან და დები არიან შენი ტოლები არიან და აი საგურამოში რომ ყოველ კვირა იქნება დღე იქნება თუ როგორ იქნება ერთად უნდა იყოთ აი ერთად რო იქნებით აი მაშინ ვიქნებით ჩვენ ბედნიერები ხო ხედავ დღეს ჩვენ როგორ ვართ აი ზუსტად ესე უნდა იყოთ თქვენ და მე თქვენზე პირადად ძალიან დიდ იმედებს ვამყარებ კარგი გოგო ხარ ჭკვიანი გოგო ხარ და მეც ყველაფერს გაგიკეთებ კიდევ რაც დამრჩა ჩემი ცხოვრება მინდა რომ კიდე მეტი რაღაცა გაგიკეთოთ და გასწავლოთ და აი 60 რო იქნებით 60 ყოველ დღეს 30 ხარ 60 რო იქნებით მე პენსიაზე წავალ მე ამ დღევანდელ შეხვედრას მე ესე დავამთავრებდი რომ ძალიან დიდ პატივცემ იმ დედებს იმ ადამიანებს ვინც საზღვარგარეთ არიან წასული რომ ოჯახი კარგად იყოს და მე მინდა ყველა კაცს გავაფრთხილო და ყველა კაცს უთხრა რომ ზოგჯერ წასულებზე რაღაცა მოიხსენიებენ ეს არის არაკაცური ყველა დედა იმიტომ მიდის რომ მის შვილს ასწავლოს საქართველოში და მის შვილს თავისი გელაბარკალაიას თუ აქვს დასაწოლი აი მაგის გელაბარკალაიას შვილს თუ აქვს თავის იმასაც უნდა რომ თავის შვილს კონდეს დასაწოლი თორე არავის არ უხარია საზღვარგარეთ მუშაობა დამერწმუნეთ რომ იყოს აქ
სამუშაო არავინ არ წავიდოდა იქით და მინდა რომ ყველა მოვიკითხო, ყველა ის ბატონები, ქალბატონები, ახალგაზრდები, ვინც საზღვარგარეთ ემიგრაციაში არიან წასული და ღმერთს ვთხოვ, რომ როგორც დედა ჩემს პატივცემ, ისე ვცემ ყველას პატივს და ღმერთმა ქნას რომ ისეთი რაღაცა მოხდეს ერთი სასწაული, რომ აქ დასაქმდეს ყველა იყოს სამუშაო, სამსახური და ყველა აქ წამოვაგაცო, ვინ გაჩერდება იქ. უყურე როგორ არის, თავის შვილთან ყოფნას არაფერი არ ჯობია. და ახლა მაგათ ჩვენ ვასწავლით, ძალიან კარგად იციან, მაგრამ რა ქნან დათო როცა აქ არ არის ხო ხედავ სამუშაო. ყველა ერთად მოგიკითხავთ და ღმერთმა ქნას რომ ყველა ერთად ერთ დღეს ჩამოხვიდეთ. ჩემი ბევრი მკითხულობს და ბევრი წერს რომ დედაჩემს კითხულობენ და დედაჩემის ღმერთმა გაანათოს, ბებია ჩემი ღმერთმა გაანათოს და ვიყოთ ჩვენც ამ ქვეყანაზე, ამ ჩვენს ხალხთან ერთად აი ამ ჩვენს ქვეყანაში. სიკეთის მეტ ჩვენ სხვას არაფერს არ გავაკეთებთ ცუდს. როგორ არის ცუდას რა თუნდა მტერობა, კარგია მუდამ ტრიანი. კარგია მუდამ ტრიანი. აი ესეთია ცხოვრება და უნდა ვიბრძოლოთ. წაიქცევი უნდა აგდგი. კიდე რო წაიქცევი, კიდე უნდა ადგე. ვერძი ვარ და ყველა ვერძებს მოვიკითხავ კიდე და ჩვენ ვართ ვერძები, რომლებიც არ გავჩერდებით სიკვდილის ბოლო წუთამდე. სულ ვიომებთ და ვიშრომებთ და ამას ქვეყნისთვის ვაკეთებ და ოჯახებისთვის. დავშვიდობოთ მაყურებელს და უთხრათ რომ ეს იყო ერთი დღე, ერთი ყუდრო დღე ბატონ გელაბარკალაიასთან სახლში და კიდევ დაგიბრუნდებით სხვადასხვა ვიდეოებით. დიდი მადლობა მინდა ჩემ დას, ჩემ ძმას, ჩემს ძალს და ყველას უთხრა, ვინც ჩვენს კრუგში არის, ვიცნობ თუ არ ვიცნობ. ყველა იმ ადამიანს, ვინც რა ვიცი, მილიონობით ადამიანი არის ჩვენს გვერდზე თუ რა ქვია ამას, იმდენად ვერ ვერკვევი ამ სოციალურ ქსელში და ყველას მინდა დიდი მადლობა გადაუხადო აი ამ ბალეჩიკობისთვის. აბა ბედნიერად, ჩემს მე ჩემ თანადგომისთვის. ბედნიერად, გაიხარეთ.